გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის ემბრიონული განვითარების მეორე პერიოდზე. წინა ლექციაზე, როგორც გახსოვთ, ვისაუბრეთ ნეირულაციაზე და დღეს უნდა განვიხილოთ საჭესმომნებელი ტრაქტის განვითარება. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო გასაგები იყოს, დაგვჭირდება სხვა ფოტო, ამას ვეღარ გამოვიყენებთ, უბრალოდ დასაწყისისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ აი მაგალითად ამ სტრუქტურაზე, თუ ეს არის წინა ნაწილი და ეს უკანა ნაწილი, დამატებით რომ გავატაროთ საგიტალური განაკვეთი, ანუ წინიდან უკან, მივიღებთ ასეთ სურათს, სადაც აი ნერვული მილი წარმოდგენილი არის აი ასეთი სტრუქტურით, ანუ ჩათვალეთ ახლა ამას უყურებთ გვერდითა მხრიდან, აი მაგალითად მარცხენა მხრიდან, აი ნერვული მილი და აი აქ არის ეს სანათური, აი ენდოდერმა რომ აწერია, აქ სანათური გვაქვს, რომელიც ნაწლავს აძლევს, საჭესმომნებელ ტრაქტს აძლევს თავიდან ბოლომდე დასაბამს და აქ წარმოდგენილი არის აი ამ სტრუქტურით, ანუ ეს ზედა ნაწილში ნერვული მილი არის და შემდგომ როგორც ხედავთ ჩანასახი იხრება შიგნით, ანუ ქვედა ნაწილისაკენ, ვენტრალური ნაწილისაკენ და აი ამ სტრუქტურას წარმოადგენს უკვე ეს ნაწლავის მილი. თავის მხრივ ნაწლავის მილი სამი ნაწილისაგან შედგება, ეს არის წინა ნაწლავი, შუა ნაწლავი და უკანა ნაწლავი. წინა ნაწლავი თავის მხრივ დასაბამს აძლევს იმ ყველა სტრუქტურას საჭესმომნებელი ნაწილისას, რომელიც მდებარეობს 12 ნაწლავში არსებულ ფატერის დრვილამდე, ფატერის დრვილიდან განივი კოლინჯის დისტალურ 1/13-მდე არსებულ სტრუქტურას შუა ნაწლავი აძლევს დასაბამს, ხოლო აი დისტალური ნაწილიდან განივი კოლინჯის 1/13 დისტალური ნაწილიდან სწორი ნაწლავის დაკბილულ ზოლამდე დასაბამს აძლევს უკანა ნაწლავი. ფაქტობრივად უკვე ჩამოთვალეთ თუ რას აძლევს ეს სამი ნაწილი დასაბამს. ახლა განვიხილოთ ამ სურათზე ნაჩვენები ნაწილები, აი ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე წინა ლექციებში, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, აი ეს ჭიპ ნაწლავის სადინარი, ეგრეთ წოდებული, როდესაც ვახსენეთ მეკელის დივერტიკული, აი ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ ამ ნაწილმა უკუ განვითარება უნდა განიცადოს, თორე აძლევს დასაბამს განვითარების მანკებს და ერთ-ერთი მანკი არის ეს მეკელის დივერტიკული, თუმცა სხვებიც გვხვდება, ყველაზე ხშირია, ფაქტობრივად შეიძლება ასე ითქვას. ახლა გადავიდეთ აი ამ ნაწილზე. ეს ნაწილი არის შემდგომში სამომავლოდ ჭიპლარი, ანუ ჭიპლარს წარმოადგენს ეს და წარმოდგენილი არის სხვადასხვა სტრუქტურებისგან, აი მაგალითად ალანტოისი. ხო, ალანტოისიდან ვითარდება ურახუსი. ურახუსი რა არის, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ჟარდის ბურსსა და ჭიპლარში არის კავშირი. ხო, შემდგომ უკვე უკუნ განვითარებას განიცდის და ყალიბდება როგორც ჭიპის შუა იოგი. და აი ეს ნაწილი კი კლოაკით არის წარმოდგენილი ახლა ამ ეტაპზე, ხოლო დასაბამს აძლევს ორ მნიშვნელოვან სტრუქტურას. ეს არის უროგენიტალური ნაწილი, ანუ აი აქ წინა ნაწილში და აქეთ ამ მხარეს უკვე ვახსენე კიდევ სწორნაწლავის იმ ნაწილს, რომელიც მთავრდება სწორნაწლავის დაკბილულ ზოლამდე. ხო, აი ამ ნაწილებით არის ეს ყოველივე წარმოდგენილი, შემდგომ პროცესებზე კი სხვა ლექციაში განვიხილავ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.